კოლოსალური ზრდის შემდეგ გლობალური კრიპტოინდუსტრია შიშმა მოიცვა. თუკი დეკემბრის შუა რიცხვებში კრიპტოინდუსტრიის ჯამური კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 720 მილიარდი დოლარი იყო, დღეს მისი მაჩვენებელი დაახლოებით 2 ტრილიონ 640 მილიარდი დოლარია, რაც ნიშნავს, რომ არასრულ 4 თვეში ბაზრიდან 1 ტრილიონ დოლარზე მეტი გავიდა, ხოლო კაპიტალიზაცია თითქმის 30%-ით, ანუ მესამედით იკლო. ამასთან მკვეთრად იკლო ბიტკოინის ფასმა, რომლის ფასი ისტორიული რეკორდის დაფიქსირების შემდეგ დაახლოებით 80,000 დოლარიან ნიშნულამდე შემცირდა. ფასების მკვეთრი კლების და ბაზარზე არსებული ვოლატილობის ფონზე შიშის და სიხარბის ინდექსი, რომელიც ბაზარზე არსებული განწყობების ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორია, ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. დღეს Fear and Greed ინდექსის მაჩვენებელი 17 ტოლია, რაც ინდექსის შექმნის შემდეგ არასდროს დაფიქსირებულა და ბაზარზე არსებულ უკიდურეს შიშზე მიუთითებს. კრიპტოინდუსტრიის ბოლოდროინდელი დაღმასვლა რამდენიმე ფაქტორით აიხსნება, მათ შორისაა გლობალურ გეოპოლიტიკაში არსებული გაურკვევლობა და საბაზო ეფექტი. მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ხალხმა პრეზიდენტად დონალდ ტრამპი არჩიეს, კრიპტოვალუტების ფასმა მკვეთრად იმატა, მაგრამ პრეზიდენტის მთავარი დაპირებები, რომელთა შორის უპირატესი რუსეთ-უკრაინის ომის და ისრაელ-ჰამასის ომების დასრულება იყო, ჯერ არ შესრულა.